მია ბახტაძის მუსიკალური შეხვედრები. ეთერშია
საზოგადოებრივი რადიო და გადაცემა მუსიკალური შეხვედრები. ნია ბაღდაძე, მოგესალმებით ჩემს ძალიან ძვირფას და საყვარელ სტუმრებთან ერთად. ნუ წარდგენა მგონი ეს რეგალიები არ სჭირდებათ ჩვენ მსმენელებს, ბატონი ოთარ დადიშვილი და ბატონი თემურ ყვითელაშვილი. მოგესალმებით და ძალიან მიხარია რომ ერთად ახართ დღეს ჩემთან სტუდიაში. ამას თავისი მიზეზი აქვს და ამაზე ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ აი ხა ვისმენდით ჩვენ აი ამ სიმღერას თოლია, რომელიც აღმოჩნდა რომ 30 წლის წინ ყოფილა შექმნილი და ჩაწერილი და ეს ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი სიმღერაც გახდა და ძალიან ბევრი მსმენელისთვისაც მე ვიცი დღემდე არის ძალიან პოპულარული ეს სიმღერა ოთარის არაჩვეულებრივი სიმღერა სოციალურ აღმოჩნდა რომ გია გორდეზიანის ლექსი ყოფილა და თემურ ყვითელაშვილმა თავისი არაჩვეულებრივი ვოკალით და არანჟირებით აი გიტარის თანხლება იყო როგორი საინტერესო ახლა კიდევ ერთხელ უსმენდი აი ამ არანჟირებას აი ამით გავხსენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ნია მივესალმებით ჩემს ჩვენს ყოველთვის მიხარია ჩვენს მსმენელთან შეხვედრა, იმიტომ რომ ყველაფერს ცხოვრები ხოცი კასრებით არის იფსება და მე რო გადახედავ რამდენი რამე ყოფილა რა ხან რა გაგახსენდება. ნუ აი ამ ასე ვთქვათ ამ არხიდან ჩვენი ურთიერთობის მსმენელთან ურთიერთობის ისტორიასაც თავის ისტორია აქვს ესე ვთქვათ. გასაკვირველი. და ამიტომ ეს ყოველთვის ასე მოგეფინება ხოლმე. ყოველთვის თავი და თავი არის ჩვენი ტელევიზია და ჩვენი რადიო. დიდი მადლობა მინდა უთხრა მე საერთოდ ზოგადად საზოგადოებრივ ტელევიზიას ახლა სხვა ვერ ქვა და იმიტომ რომ პირველი არხია მაინც ეს. ხო, პირველი არხია და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამას. თუნდაც ჩემი და ასევე თემურის მუსიკის პოპულარიზაციის და ამის გარეშე ჩვენ ხალხამდე ვერ მივაწვენთ ვერც ჩვენს შექმნილ ნაწარმოებს და საერთოდ არ იცოდინებათ ვინ არ ისე რომ მე მადლიერების გზნობით ვარ სავსე და ყოველთვის ამიტომ მიხარია აქ მოსვლა და რაღაც ისეთი მშობლიური. დიახ. გზნობა არის ყოველთვის. თემურ, აი ესეთი არჩევანი გააკეთა ოთარმა, როგორც ვოკალისტი, როგორც მომღერალი შენ აგირჩია და მე მგონი ეს ერთ-ერთი პირველი სიმღერა, სადაც შენ გამოჩნდი როგორც მომღერალი. იმიტომ რომ ყველა გიცნობდა. მე და თემურის კიდე ცალკე მეგობრობის გარდა ჩვენ შემოქმედებით, ასე ვთქვათ, ტანდემს. სწორედ აი ამას ეძღვნება დღევანდელი თქვენ შემოქმედებით ტანდემს ეძღვნება. საერთოდ დისკი გამოვსე თუ შესაძლებელი, იმიტომ რომ უკვე დაგროვდა მე მგონი მასალა. თემური თქვი ალბათ ორი სიტყვით. ორმოცემადონია სტუდიაში მოწვევისთვის მეც მინდა შევუერთე მადლობებს ტელევიზიასთან დაკავშირებით, რომ მეც დაახლოებით 40 წელი გავიდა ალბათ დაახლოებით რაც გამოვჩდი მე 51-65 წლიდან და ამიტომ ტელერადიო კომიტეტი ერქვა მაშინ და მე მახსოვს და დიდი მადლებით ვიხსენებ ხელმძღვანელობას თუნდაც იმიტომ რომ მაშინ იყო სერიოზული გამსეთქოს კარგი გაგებით კონტროლი ყველაფერი ეთერში არ გაცხელებოდა ასე იოლად ვისაც მოუნდებოდა ანუ მე მახსოვს თუნდაც მე ჩემი ასაკისთვის მაშინ უკვე ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი როგორც მეუნებოდნენ და რამდენ ინსტანციას გადიოდა ეს ყველაფერი რომ ეთერში მოხვედრილიყო ეს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან ამიტომ საგულო შემთხვევით და უხდი დიდი მადლობას ამ ტელეკომპანიას და რაღაც ისტორიაც იყო მე მგონი ამ სიმღერასთან დაკავშირებით სამჯერ რო გაიმეორეს არა ეს სხვა სიმღერასთან მე მგონი მსმენელია ხაზე როგორც მანიშნები მოდით სიმღერა ყოველ სიმღერას აქვს თავისი ისტორია და ვერ ვიცი მაგის ისტორია არა, უნდა მოკლედ ყველა სიმღერის ისტორია, რომელიც დღეს გაჟღერდება, მოდი ჩვენ მსმენელსაც გავაცნოთ. გისმენთ, ალო. დიახ. გამარჯობა, ქალბატონია, მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ რაღაც მე მგონი ნიშანდობლივია, რომ დღეს ბატონი ოთარი და ბატონი თემური მოიწვიეთ სტუდიაში. რამე თუ ბატონო ოთარ. და ბატონო თემური, მოგესალმებით, პატივისცემი, დიდი სიყვარულით. თქვენი ალბომი ჯერ კიდე რადიოური შექმნის პერიოდი იყო მაშინ მოვიგე მე ნუ ეს ქალბატონო გულიკო დიშარიას გადაცემაში საახალწლოში და მაქვს შენახული და დიდი სიამოვნებით ვისმენ ხოლმე და ბატონო თემურ თქვენ ბრძანდებით პრობელი შეიძლება ითქვას ბრძანებელი უსაყვარლესი ჩემი საკრავის გიტარის ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით და გისურვებთ შემოკარგებო ყველას შემოქმედებით კოლექტივის ქალბატონიას თამადობით მადლობა თქვენ ყოველივე საუკეთესო და ბედნიერ ახალწელს გაიხარეთ
მეგობრებისთვის და უღრმესი მადლობა ასეთი თბილისის. და მე ვიცი რომ ძალიან დიდი მოწონება ქონდა ამ სიმღერას, როდესაც წინა შესარჩევი ტური იყო იურმალას ფესტივალისთვის და ალბათ 2-3 წუთით გაიხსენებოთ არ და ხო ამის საერთოდ მე მიყვარს ესე თქვათ ჩემი ისტორიის შენახვა რატოს მე წლები რო გადის იმას ხوارნერ და აი რაც შეიძლება მასალებს შეიძლება დაგვარა ვიდეოს სურათებს თუ რაღაც რაღაცასთან დაკავშირებული ყოველთვის შეიძლება დაგვარად წინათ ეს უფრო ძნელი იყო მაგრამ ვინახავდი და დღეს აი მე კერავს სხვებსაც უხარია რომ ეს მასალები შევინარჩუნეთ ძალიან დიდი არქივი მაქვს და ეს სიმღერა პირველად შესრულდა აი ახალი დანერგილი იყო იურმალის ფესტივალი და აქ ტარდებოდა შესარჩევი ტურები და მაშინ კანდიდატებს ირჩევდნენ ესე იგი გასაგზავნად ხო და ნუ ხას რაღაცა ისე მოხდა სიმღერა ახალი დაწერილი ქონდა და რაღაცა მომენტი იყო ისეთი რომ წარადგინეთ ხო და ნუ აღარც მახსოვს მაშინ ახლა ვინ აირჩა წასასვლელად მე მგონი მერაბ სეფაშვილი თუ არ ვცდები იმიტომ რომ იყო იქ რაღაც კურიოზები ეს ცალკე ისტორია ის გაუშვათ თუ ეს გაუშვათ მე მაშინ ორკესტრის დირექტორი ვიყავი და იმამდენად მახსოვს ეს ყველაფერი სამზარეულო მაგრამ აი საყოველთაოდ აღინიშნა სიმღერა პირველად გაჟღერდა და სრულიად აღთოვანებაში მოვიდნენ და როგორც გამონაკლისი აი ვოკალისტების შესაძლებელი ტურზე სიმღერას მისცეს რაღაცა პრიზი ხო და აღნიშნეს როგორც ერთ-ერთი აი რადგან ჩვენ საუბრობთ რომ დღეს არის გადაცემა თქვენი ერთობლივი ეს კი შემოქმედებითი ტანდემის ასე ვთქვათ ეხლა გაჟღერდება ერთი კომპოზიცია თეთრი ბილიკი, რომელიც სიმღერაც არის, რომელსაც ცალკე ისტორია აქვს და თემურს ჩაწერილი აქვს ეს ვოკალითაც, მაგრამ თვითონ არჩია დღეს რატომღაც რომ ეს იყოს ინსტრუმენტული ხო მე პირადად ვერ ვარჩევ ორივე ძალიან ვერსია. ხო იყო აქ რაღაცა ბჭობა ის გაუშვათ ეს, მაგრამ რადგან თემურმა ასე ისურვა, ასე ვთქვათ, დავეთანხმეთ ხო მე და ოთარიც. თეთრი ბილიკი ჩვენ ახლა მოვისმენთ აი ამ კომპოზიციას, რომლის ავტორიც გახლავთ ოთარ დატიშვილი და შემსრულებელი მურყუთელაშვილი.
ძალიან ვისიამოვნე მე პირადად ალბათ ჩვენმა მსმენელმაც ეს ძალიან პოპულარული სიმღერაა, მაგრამ მართლაც ინსტრუმენტობა ცალკე ესე ეფერება თემას და არჩეულებრივი თვითონ თემას არის რომ აძლევს და მე ვიცი რომ ძალიან პოპულარულია უცხოეთში. კი, მე შემიძლია თქვა ძალიან სიამოვნებით რომ ეს კომპოზიცია შესრულებული მაქვს რომელ ქვეყანაში შემიძლია თქვა რომ ისეთ ჯაზ კლუბში როგორც ბერძნეთი მაგათაც პირველი ჯაზ კლუბია მსოფლიოში 2006 წელს მაგალითად სოლო კონცერტში შევასრულე რომელიც ძალიან დიდი მოწონება დამსახურა და გამოფენებია ეს თუ კონცერტებია მაგათ ამას ყოველთვის ვასრულებ. და შენ ერთ-ერთ ალბომშიც არის ჩემ მესამე ალბომში არის რომელიც მთელი სოფლიო მასშტაბით გაიყიდა ყვავილების ქვეყანა რომელიც გამოუშვა მაშინ როგორც სერია საუკეთესო გიტარისტების სერია გამოვიდა მაშინ და ეს ალბომი გაიყიდა მე ეს ალბომი თვითონ ნახე ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისში კანადაში ისრაელში გერმანიაში ამ ქვეყნებში ნახე სადაც იყიდებოდა და მრავალ ქვეყანაში გაიყიდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპოზიცია და თოლიას შემთხვევაში უნდა თქვა რომ იქ ისეთი იმის წინაშე დავდექი ფაქტის წინაშე რომ თოლიას იმიტაციის გიტარისტს მაქვს გაკეთებული სხვა შორის და ნუ წარმოგიდგენთ ხა ყველა მისცემს როგორც ინსტრუმენტალის ხო და ამიტომ რაღაც რთული ამოცანის წინაშე ხარ როცა ასეთი დატვირთვა გაქვს რომ გიტარა ცალკე რა თქმა უნდა თავისთავად მაგრამ ვოკალი მე არასოდეს არ მომწონდა მიდგომა რომ მე მაგათაც ბოლო ალბომი გამოიცა ჩემი როგორც ინსტრუმენტალ ვოკალური ალბომი მაგრამ არასოდეს არ მინდოდა ასეთი მიდგომა ყოფილიყო რომ გიტარისტი მღერის კიდეც არავითარ შემთხვევაში არა თუ იწერება მე მაქვს ასეთი პრეტენზია და ასეთი ამბიცია მოდით ასე დავახოთ რომ თუ მღერი უნდა იმღერო ისე რომ ის სულფას მოსწონს და არ კონდეს გამართლება რომ აი გიტარისტის დონეზე მაგათი კარგად არ არის არავითარ შემთხვევაში მე ვერ დავუშვებ ამის შესაძლებელი მაგალითი ჯორჯ ბენსონი გავს რომელიც მაგრამ იცით უცნაურია მაინც ადამიანები თუ ის წინვალე ინსტრუმენტალისტია და ასევე გადასარევად ღერის მაინც აი სტატუსი აქვს რომ ინსტრუმენტალი რომელიც მაინც როგორც ხო და ეს არ არის სწორი ამ დროს ოთარმა თქვა რომ მე არ მაქვს პრობლემა ჩემი სიმღერები საკმაოდ დიდ დიაპაზონს მოიცავს და თემურისთან არის პრობლემა არ არის და ჩეთი უკვე ცით ამ წლებმა თემური რო ახლა მსოფლიო რანგის მუსიკოსია ამას აღარ უნდა აღნიშნა ეს ისედაც ვიცით ჩვენ უკვე დიდი ხანია და რაღაცა იცით როგორც ანსამბლში ერთმანეთის შეგრძნება რო უჩნდებათ ანსამბლში როცა წლების მანძილზე მღერიან ის სხვანაირად აი ესევე ჩვენს უკვე ვიცით წინასწარ დავუშვათ აი რასაც ვაკეთებ ეს მე უსიტყვოთ ერთმანეთის და აი როგორც თქვენ უსიტყვოთ ხომ მართალია და ამიტომ მე რა ვიცი ყოველთვის მოხარული და ბედნიერი ვარ როდესაც თემურისთან ერთად რაღაცის გაკეთება გვიწევს იმიტომ რომ ვიცი რომ ძირითადად ეს იქნება უნაკლო უზადო იმიტომ რომ მეც არა ვარ უნიათო მაგრამ თემურის აი შეიძლება თქვა ავანტყოფურად მომთხოვნია აი პერფექციონისტია და ნუ აი ზოგჯერ მომწონს და ის მაინც არის ვენებს აი მე ხა მსმენელი უსმენს რეზულტატს ხოლმე და ამას რა ახლავს რა განცდები რა როგორი შრომა ნამდვილად და პროფესიონალიზმი უპირველეს ყოვლისა მოდი ეს აღნიშნოთ მოთხრობას თავი დავანებოთ ესეთ რა არის მე ყველაფერს ხელს არ ვკეთებ მოდით ასე ვთქვათ მე ესეთი ადამიანი ვარ ყველგან არ უკრავ ყველასთან არ ვждები ეს არ ვიცი ახლა ნაკლია მაგრამ ჩემი პრინციპები გამაჩნია მე ახლა იმიტომ არ არა აქ ოთარი აქ იმყოფება ახლა ყოველ ცნობილია ჩემი პირდაპირობა უბრალოდ ის მინდა თქვა რომ როცა მასალა მოგწონს აი მე ახლა ოთარის შემთხვევაში ყოველთვის ვახსენებ ოთარის როგორც კომპოზიტორს იმიტომ რომ მის ნაწარმოებში იგრძნობა რა კომპოზიტორის შექმნილია სერიოზული კომპოზიტორის შექმნილია იქ ჰარმონია გაძლევს იმის საშუალებას რომ მე როგორც ამ შემთხვევაში ინსტრუმენტალისტმა ხო ჩემი თავი ასე ვთქვათ აი გავიხსნა როგორც იმპროვიზატორი ამას მაძლევს ამის საშუალებას მასალა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ ოთას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის რომ აი ესე დონეზე და ასეთი საინტერესო ნაწარმოებებს ქონის ანუ და მრავალ მხრივ ჩვენ ახლა ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს თემურის და მეც ღმერთო მაგრამ აი შეიძლება თემური რო არ ყოფილიყო ჩემი შემოქმედებაც რაღაცნაირად სხვაგზით წასულიყო ან რაღაცები არ გამონათებულიყო ისე ან მე რო არ ყოფილიყო შეიძლება თემურის ის მასალა ბუნებრივი არ ეკნებოდა და მოსულში როგორც ვოკალისტი ძალიან პოპულარული გახდა სწორედ აი ამ სიმღერით თოლია მოდით მე არ გამომიცხადებია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები 2409192 2409092 და ეხლა სიმღერის პრემიერა რომელსაც ახლა ჩვენ შევთავაზებთ რომელმაც დღეს რის
გამოც შევიკრიბეთ. მიზეზი ეს იყო ალბათ. ჩემს თბილის, აი ესე ეწოდება, ოქარის ახალი სიმღერა და ლექსის ავტორი ნანა ცინცაძე. და ეს მიხარია რომ დღეს შედგა უკვე პრემიერა. ტელევიზიით კი. დიახ, მაგრამ რადიოთი არა და ძალიან კარგი ესე ვთქვათ ოძები როგორ არის. გამხმაურება და მე იმედი მაქვს რომ უკვე აი ჩემი გამოცდილების ინტუიცია როგორც კომპოზიტორს აი გზნობ რომ მე იმედი მაქვს რომ ამ სიმღერას მსმენელი მიიღებს და შეიყვანოს. ძალიან პოპულარული იქნება. სხვა შორის თემურს აქვს მთელი რიგი სიმღერები თბილისზე შესრულებული და ეს ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო ქვია ჩემი თბილისი ასე ქვია ალბომს და მე ანუ ბუნებრივია რომ ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს ჩვენი თბილისი მით უმეტეს ჩემი სტატუსი თბილისის საბატონო მოქალაქეობას მავალებს ისედაც რომ ყველაფერი გავაკეთო ამიტომ რა თქმა უნდა სხვანაირად როგორ უნდა იცხოვრო ადამიანი მით უმეტეს როცა ასე წვრილ სიმღერა იქნება რა თქმა უნდა მე ძალიან მიყვარს რაც ახლა ჩავწერე ეს ჩემს თბილისს ოთარის სიმღერა არის შესანიშნავი მართლა ჩემს თბილისს აი ესე ეწოდება ნანა ცინცაძის ლექსზე ღერის და ასრულებს უკრავს გიტარაზე და ჩაიწერა საპატრიარქოს სტუდიაში ბატონი მერაბ მამულაშვილი შესანიშნავი ხმის რეჟისორი და მუსიკოსი კი ბატონო და მოვისმინოთ სიმღერის პრემიერა მახსოვს თბილისო ჩემს ნაცვლად კარი გკოცნიდა სული დღეს ოცნებით ისება ფიქრები დამათოს რიტმება შენი ალესი თბილისო არ მომწყინდება გაგიტბო იქნებ ტკივილი და გავიწყო როგორ მიყვარხარ სიმღერით მინდა გაიგო როცა შენამდე შორია მე მელოდები მგონია შენთან სიყვარულს მოყავა გზაშორი როდია თბილისო მინდა გაიგო უშენო გზები გაიღო და მიძახებ და მეც მოვა რომ გული გაგიტბო ვერ დავირიცხებ ჩემს წარსულს შენზე ვუყვები თბილისო თუ არას დამალულს თბილისო შენი თვითწყები შენზე სიმღერით არ ვიღლები შენთან მოდივარ თბილისო ნუ გამიტყრები როცა შენამდე შორია მე მელოდები მგონია შენთან სიყვარულს მოყავა გზაშორი როდია თბილისო მინდა გაიგო უშენო გზები გაიღო და მიძახებ და მეც მოვა რომ გული გაგიტბო ჩემს თბილის ლამას მადრიას ნუ დამახვედრებ დარდიას მე ისევ მოვა შენამდე და მოგიშუშებ ნათვია
მე მინდა მოგილოცოთ, ძალიან დიდი ინტერესით ვისმენდი, უსმენდი ყველაფერს, იცით, აი ხა თემმა თქვა, როდესაც კეთდება ფონოგრამაც, აი ხა უნდა განსაკუთრებით მადლობა ოთარს, იმიტომ რომ ფორტეპიანოს პარტიის ავტორი ასრულებს, არის ცოცხალი ორკესტრი, ბეკები და სხვა შორის ძალიან საინტერესო ფორმა აქვს აი ამ სიმღერას, ცოტა განსხვავებული და არატრადიციული. ხო, აი სამნაწილიანი, მაგრამ არატრადიციული სამნაწილიანი. ასე რომ გილოცავთ და თუ შევძლებთ დღეს გადაცემის მანძილზე კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ეს სიმღერა. სიმღერას სიცილაც არ უნდა კაი სიმღერა იყოს, ჭირდება რომ აი გაჯდეს მსმენელს, იმიტომ რომ პირველი მოსმენით აი როგორც მე ეს თოლიაც ესე რომ მე რომ ჩაჯდა რატო გვიყვარს ხა ჩვენ. რასაკურველია ამას დრო ჭირდება სიმღერას თავის დამკვირვებელია. მე ხა მინდა ყველაფერი მოვასწრო, რაც თქვენ ერთობლივ ნამუშევართან არის დაკავშირებული. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპოზიცია იყო ეს 9 აპრილს მიუძღვნა ოთარმა პროფესორი. იგი მართა პოლოსილა ადამიანებით არის. ირმა გურიელის ლექსია და ჩვენ გვაქვს შორის კლიპი აი ამ სიმღერის და შეგვიძლია ვისაც აქვს. რომელიც გადაიღო შესანიშნავი საბადო გოგოჭყონიამ. სხვა შორის ეს სიმღერა ოთარმა შექმნა, როდესაც მოხდა ის ტრაგედია. დღესავით მახსოვს, როდესაც ოთარმა შეასრულა პირველად თვითონ შესანიშნავად სხვა შორის და მაშინ მე ვუკრავდი აკომპანემენტს ელექტრონზე და აკუსტიკურზე და მახსოვს პიკის საათში, როდესაც გავედით ეთერში ეს დღესავით მახსოვს ეს დღე და შემდეგ მე და როგორი გამოხმაურება ჰქონდა ძალიან დიდი, მაგრამ სამწუხაროდ მე არაერთხელ ეთერში ვისაუბრე ამ შესახებ, რომ თაროზე შემოვიდო ეს შესანიშნავი სიმღერა, მე ძალიან გულმწყდებოდა სხვა შორის. როდესაც მე გადავწყვიტე ჩამეწერა ალბომი და მივუძღვენი თბილისს, აუცილებლად ამ სიმღერის გარშე არ შეიძლება და 9 აპრილის გარშე როგორ შეიძლება თბილისზე ისაუბრო ადამიანმა და ამიტომ მე ოთარს ვთხოვე რომ გადავწყვიტე მეთქი ამის აღდგენა და გადავწყვიტე შესრულება ამის მეთქი, რა თქმა უნდა ცოცხალი ორკესტრი ყველაფერი თავისთავად ცხადია და მე ვთვლი რომ გამოვიდა ძალიან საინტერესო და გადავიღეთ კლიპი სხვა შორის და ძალიან მეგონი დარჩება. ახლა მოვისმინოთ და ვიხილოთ, ვისაც საშუალება აქვს რომ ინტერნეტის კი ბატონო ჩავრთოთ ფერი. ჩემს მამუსრემლიას გვაკმარე დარდი დაწუხილი უფალო წამებულ სულებსაც გავედრე იქნება არიან დაღლილი მერტო ზაკულა ჩეიკნა დაჭრილი იხილა საზარი სურათი კაშვეთან გაკვალდა თვითეთრი გიორი უზლური გაგვიხდა სუნათი გაბო უმანკო სიმღერა ის ვიმაცრემლები ხდის მშობლის ანთია სანთლებად სიზ
ზღიან ღამეში სულები იმსოფლის მღერიან სულები წამებულ მამულზე მღერიან ქართული გული ისევ დგეს დაძიმა ღვთის მშობლის რემლია სულები მეწამულ სამოსში სამართალს ელია ქართული გული ისევ დგეს დაძიმა ღვთის მშობლის რემლია სულები მეწამულ სამოსში სამართალს ელია ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული კომპოზიცია ერთ-ერთი ალბათ ოთარ შენ და იცი რა ხო დრო გადის და იმ პერიოდშივე ეს შექმნილი და რომ ახსენდება ეს განცდები ის რაღაც ყოველი მოსმენის ეს სერიოზულად განიცდი ისე იგივეს აი ხა ცოტა გამხიაროთ ამ კომპოზიციის შემდეგ და ერთი სიმღერა რომელიც ასევე ძალიან პოპულარული იყო და დღემდე არის ოთარის სიჭაბუკის ფრთები მაგრამ აქ ავტორი თავად მღერის და წერა მეკითხებოდი რომ აი ეს თეთრი ბილიკი მოთხარ შენ ცხომღერი ამ სიმღერას და მეო არა მე დაბადების დღეებზე მარტო ეს შემთხვევა ეხლა როდესაც უკვე ასე ვთქვათ ჩანაწერიც არის და სცენაზეც მღერი ნუ რა გითხრათ ეხლა დღეს ეს სიმღერა მარცი ამდენი პოპულარულია და ისე ხშირად თავის დროზე ესე იგი ეს მაშინ რაღაც ახალგაზრდულმა რედაქციამ შემიკვეთა ასე თქვა და იმიტომ არის ეს შემართული თავისი ახალგაზრდული სული იდეოლოგიური თუმცა პარტიის სცენება არის რომ შემართებითი ლექსის ავტორი ლექსი ჩემია სხვა შეიძლება და მაშინ ისე ხშირად რეალობდა ჯერდი უამრავი ვერსია არსებობს გადაღებისაც უბრალოდ მე მაქვს არქივში და ჯერ არ დამედია მაგრამ რადიოში იმდენად ხშირად გადიოდა რომ მახსოვს ამით თქმა მინდა რომ მაშინ როგორი მოთხოვნა იყო და სიმკაცრე მაინც რეპერტუარშიც ტექნიკურ ესე ვთქვათ მუშაობაშიც ესეთი კანონი იყო მაშინ მე თუ დამახსოვდა რომ რადიოში ორჯერ შეიძლება და გასულიყო ერთ ეგრე სიმღერა დღის მანძილზე და ეს სიმღერა
სამჯერ გაუშვა ვიღაცამ და ამის გამო მოხსნეს ის თანამშრომელი, აი ესე მე გამიცდიდი მე საოცრად. აღარ აღუდგენია თქოს? აი, აღარ ვიცი, მაგრამ თვითონ ფაქტია იმდენად მეგონი დღესაც გასაოცრებია. საყვედური მაინც მიიღო როგორც დღეს ისეთ ხედავთ ხოლმე ეთერში ისეთ აბსურდებს და სიჯაბუკის ფრთები მოდით გამოფენაზე გადაღებულია როცა გედები იყო იქ და მთელი არც ეხაც არიან თუ არა მაგრამ აი ხო ვიმეორებ ყველა სიმღერას თავის ისტორია კიდე ბიოგრაფია უნებრივია და ძალიან საინტერესო ყველას ისტორია აი ეს ლავის სიმღერა და დრო არიცის უნდა იჩქარო და ახლა მეკითხებოდით ერთმანეთს რამდენი წლის ხართ აღმოჩნდა ძალიან ბევრი დროა გასული მეტი რა გავიჩქარო მსმენელია ხაზე გისმენთ ალო გამარჯობა მოგესალმებით გილოცავ ახალწელს და ბატონო თერსმიდა მილოცა როგორც თლის საუკეთესო პერსონა დაასახელეს სასტუმრო ხვალუნში ხო სხვადასხვა გუშინში მომა დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მე არ ვიცოდი არც არ ვიცოდი იმდენად თავდაბლობა საუნახუნდა საქართველოს ხო არ ვიცი ესე იგი ნომინაციაზე ვიყავი და 22-ში ძალიან ეს პომპეზურად ჩატარდა წლის პერსონა ცნობილი ექიმები რექტორები
მეგობრები ასე შემდეგ და ნუ მეც მათ შორის და დიდი მადლობა. უცად გული დასწრებულს. მოდი კიდევ ერთხელ ხა მე ნამდვილად ამის გამო არ გამანთავისუფლებენ სამსახურიდან. დღეს მეორედ უნდა გავაჭეროთ ახალი სიმღერა, რადგან პრემიერა იყო ჩემს თვითონ. მოდი რომ კარგად დაამახსოვრდეთ. მომეწონა ძალიან. მოვისმინოთ კიდევ ერთხელ და შემდეგ დავიმშვიდობებით უკვე მსმენელს. ეს ხამეც უშენოდ მოვიდა დამთვარე დაყურებს შორიდან მახსოვს თბილისო ჩემს ნაცვლად კარი გკოცნიდა სული დღეს ოცნებით ისება ფიქრები დამათოს რიტმება შენი ალერსი თბილისო არ მომწყინდება გაგიტბო იქნებ თბილი და გავიწყო როგორ მიყვარხარ სიმღერით მინდა გაიგო როცა შენამდე შორია მე მელოდები მგონია შენთან სიყვარულს მოყავა გზაშორი როდია თბილისო მინდა გაიგო უშენო გზები გაიღო და მიძახებ და მეც მოვა რომ გული გაგიტბო ვერ დავირიცხებ ჩემს არსულს შენზე ვუყვები თბილისო თუ არას დამალულს თბილისო შენი თვითყები შენზე სიმღერით არ ვიღლები შენთან მოვდივარ თბილისო ნუ გამიტყრები როცა შენამდე შორია მე მელოდები მგონია შენთან სიყვარულს მოყავა გზაშორი როდია თბილისო მინდა გაიგო უშენო გზები გაიღო და მიძახებ და მეც მოვა რომ გული გაგიტბო ჩემს თბილის ლამას მადლიანს ნუ დამახვედრებ დარდიანს მე ისევ მოვა შენამდე და მოგიშუშებ ნატყვია
კიდევ ერთხელ მოვისმენთ ეს მშვენიერი სიმღერა და ახლა მრავალ ახალ წელს ამით დავაგვირგვინებთ ეს იგი ფინალური აკორდი ჩვენი დღევანდელი გადაცემის იქნება ოთარესა ეს ცნობილი სიმღერა სადაც ალბათ ყველა სიმღერა იყო გალა სიმღერა მაიგათაშვილმა აღნიშნა და არაერთი მომღერალი მონაწილეობს ამ სიმღერაში ასე დავამშვიდობოთ ჩვენ მსმენელებს მინდა მოგივწოთ დამდეგი შობა ახალი წელი სისურვოთ ჯანმრთელობა ბედნიერება და რაც ვსაუბრე შემოქმედებითი წარმატებები ასეთი ტანდემი გაგრძელდება მე დარწმუნებული ვარ ძალიან დიდხანს და აი ამ სიმღერით ვიმშვიდობებით ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ახლა ყველა ეს გადაცემა არ დაიხუროს რომ ორჯერ გავიდა სიმღერა მრავალ ახალი ბასარია ჯანმრთელობა ბედნიერება ბახტაძის მუსიკალური შეხვედრები